ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაპატიმრება ყოველდღიურობაა. ამ გზით ქართული ოცნება პროტესტის დამარცხებას ვერ ახერხებს, მაგრამ საზოგადოების დაშინების მიზნით პრაქტიკას მაინც ინარჩუნებს. მოქალაქეების ნაწილს ან სასამართლო დარბაზში ადებენ ბორკილებს, ან პოლიცია მათ ქუჩაში აკავებს. დღეს თათიანი მექვაბიშვილი დააკავეს აქციების აქტიური მონაწილე საპატრულო ეკიპაჟს პარლამენტის შენობასთან ელოდებოდა, მან პოლიციას თავად დაურეკა და ადგილსამყოფელი შეატყობინა. თავისუფლება რეჟიმის ყველს, თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება პოლიციას, სიკვდილი მილიციას. თათია მექვაბიშვილი 4 საათიანი ლოდინის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დააკავეს და თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. აქტივისტი სასამართლოს ხდომას არ დასწრებია და დაპატიმრებას რუსთაველის გამზირზე სწორედ იმ ადგილას ელოდა, სადაც დგომისა და პროტესტის გამო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. ეს არის ყველაფერი რეჟიმის დამსახურება და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ეხლა უფრო მეტად მოეგება გონს და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ეს არის ჩემი სათქმელი, ყველანი ძალიან მიყვარხართ და ვიცი, რომ ეს შიში გადატყდება საქართველოში და ყველანი დავდგებით ერთად თავისუფლების სადარაჯოდ. თათია მექვაბიშვილმა 112-ში რამდენჯერმე დარეკა, თუმცა უშედეგოდ. რის შემდეგაც უკვე რუსთაველის გამზირზე მორიგე საპატრულო ეკიპაჟთან მივიდა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ ის იზოლატორში უნდა შეესახლებინათ. აქტივისტმა დაკავებამდე ფორმულასთან ისაუბრა. დაგვიბარა, რომ იზოლატორის დატოვების შემდეგ კვლავ რუსთაველზე დგომას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აპირებს. უბრალოდ მინდა ვუთხრა ამ რეჟიმს, რომ ეს არის ნერვების ომი, ვინ უფრო მეტად დაიღლება, ვინ დაშინდება, ვინ დაანებებს ბრძოლას თავს, მაგრამ იმედი გაუცრუვდებათ, იმიტომ რომ ჩვენ ვინც გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეყანა არის ახლა გადასარჩენი, აი ეს მათი კატათაგობანა ვერ შეგვაშინებს. უბრალოდ ძალიან საწყენია ის, რომ საქართველოს ახლა მსოფლიო საზოგადოება ხედავს ისეთ ქვეყანას, რომელსაც მართავს ხელისუფლება, რომლისთვისაც თავისუფლება არის დასჯის საგანი და ცდილობს, რომ გამოძერწოს მოქალაქე მისი მორჩილი და ერთგული, რაც არ გამოუვა. საქალაქო სასამართლოში გაიმართა ნეტგაზეთის ჟურნალისტის მარიამ ძიძარიას ხდომაც. მას პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. თორნიკე კაპანაძემ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტის პატიმრობას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად დასტურდებოდა მტკიცებულებით, რომ მარიამი ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა და უკანონო იყო მის მიმართ თოქმის შედგენა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც ბოლომდე ამბობდა, რომ ის სამართალდამრღვევად უნდა ყოფილიყო ცნობილი. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ არ ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად უკანონოდ ითხოვდა ამ ყველაფერს და ერთი რაღაც ძალიან ცხადი არის, რომ რომ უკანონოდ დაპატიმრებენ აქტივისტებს, აი ეს ტყუილი პროცესები, რომლებიც ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმართეს და ვითომ მერე შეწყვიტეს, ეს ყველაფერი ამას ვერ გამოასწორებს. საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების მხარდასაჭერად არაერთი მოქალაქე იყო მისული. პროევროპული აქციების მონაწილეები ქართული ოცნების რეპრესიების მიუხედავად ბრძოლის შეწყვეტას სინდისის პატიმრების გათავისუფლებამდე არ აპირებენ. საქართველო ნამდვილად არის გადასარჩენი. ვერ ვიცხოვრებ ჭეშმარიტი ქართველების დაპატიმრებით. გვეყო რა ტკივილსაც ვატარებთ. ეს არის 26 მაისის მომტანი ხალხის დახვრეტები 90-იან წლებში ზვიადი და მერაბი მათი თანამებრძოლების განადგურება და აი ამ ეპოქაში ახალგაზრდა გოგონების, კულტურის სახის წარმომადგენლების, ექიმების თვათა არის ერის კულტურა. როგორ შეიძლება რომ ასეთა საოცარ ქართველობას შენ ადგე და შენმა უწიგნურმა ძალამ განაჩენი გამოუტანოს და გისოსებში გამწეს. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ამტკიცებს იმას, რომ ქვეყანაში პროტესტი არ არსებობს, მოსამართლეები ყოველდღიურ რეჟიმში სწორედ უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს აპატიმრებენ. ბოლო თვეების განმავლობაში ტროტუარსა და გზის სავალ ნაწილზე დგომის გამო 100-ზე მეტი მოქალაქე ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.